სოციალურად დაუცველი 25,000-მდე ოჯახი შემწეობებს ვეღარ მიიღებს ასეთია თებერვალში დაწყებული შემოწმების პროცესის პირველადი შედეგი. მონიტორინგმა აჩვენა, რომ მითითებული ოჯახების სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდა და სახელმწიფოს მხრიდან დახმარება აღარ სჭირდებათ. სტატისტიკა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. ამ ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოწმებულია 47,000 ოჯახი, 140,000-მდე ოჯახი კი ჯერ ისევ შესამოწმებელი რჩება. მონიტორინგს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაკომპლექტებული სოციალური აგენტების ჯგუფები ატარებენ. ქულათა შეფასება კი რამდენიმე კრიტერიუმით ხდება. მომავალში ეს კრიტერიუმებიც უნდა გადაიხედოს. საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა შემოწმება ბოლოს პანდემიის დაწყებამდე ჩატარდა. COVID-19-ის გამო კი ამ მიმართულებით მორატორიუმი იყო გამოცხადებული. სოციალურად დაუცველთა სტატუსის მქონე პირთა რიცხვის შემცირდა. რამდენიმე თვის წინ დაწყებული სოცდაუცველთა ბაზების გადამოწმებამ აჩვენა, რომ 47,000 გადამოწმებული ოჯახიდან დაახლოებით ნახევარს საარსებო შემწეობა მოიხსნა. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანების მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა და სიღარიბის ზღვარს მიღმა აღარ არიან. შესაბამისად, სახელმწიფოსგან არც დახმარებას საჭიროებენ. მინისტრის მოადგილის განცხადებით ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება. თებერვლიდან დღემდე ჩვენ გადავამოწმეთ დაახლოებით 47,000 ოჯახი და აქედან ამ წუთას რაც გვაქვს ინფორმაცია, დაახლოებით 25,000 შეუწყდა შემწეობა. აქედან გამომდინარე, თუ თებერვლის დასაწყისში იყო 185,000 ოჯახი და დაახლოებით 25,000 შეუწყდა, გამოდის, რომ ამ წუთას დაახლოებით 160,000 ოჯახი არის ბაზაში, ვინც იღებს საარსებო შემწეობას. სოცდაუცველთა ბაზების გადამოწმება 2026 წლის თებერვალში დაიწყო. სიახლე ჯანდაცვის მინისტრმა მიმდინარე წლის დასაწყისში დაანონსა. მიხეილ საბჯოლაძე მაშინ განმარტა, რომ პანდემიის პერიოდიდან ბაზების გადამოწმებაზე მორატორიუმი იყო დაწესებული. ამ ხნის განმავლობაში კი ბევრმა სიღარიბე დაძლია. მეტიც აღმოჩნდა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ირიცხებოდნენ ის ადამიანებიც, რომლებსაც სოლიდური შემოსავალი უფიქსირდებათ. ასევე ყიდულობდნენ უახლეს და ძვირად ღირებულ ავტომობილებს. სპეციალისტების ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზების გადამოწმება სოციალური დახმარების გაცემის პროგრამას მეტად მიზნობრივს და ეფექტიანს გახდის. ბოლო წლებში შემოსავლების მატების ტემპი დაახლოებით 2-3-ჯერ აღემატება ინფლაციის ტემპს. ანუ რეალურად მოსახლეობის კეთილდღეობა იზრდება. ასეთ პირობებში უნებრივია, რომ ადგილი აქვს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა კონტინგენტის შემცირებას, როგორც აბსოლუტურ, ისე შეფარდებით განზომილებაში. ასეთ პირობებში არც ერთი ქვეყანა, რაც უნდა მდიდარი იყოს, ვერ წაახალისებს სიზარმაცეს. ბაზების განახლების გარდა ჯანდაცვის სამინისტრო 2015 წლიდან დამკვიდრებული შეფასების მეთოდოლოგიის გადახედვასაც გეგმავს. სოცდაუცველთა შეფასების ახალი მიდგომის შემუშავებაში საქართველოს მსოფლიო ბანკი ეხმარება და ახალი მეთოდოლოგია სავარაუდოდ მომავალი წლიდან ამოქმედდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა ის სიახლე, რომლის მიხედვით თუკი სოცდაუცველი სტატუსის მქონე ოჯახის თითოეული წევრის თვიური შემოსავალი ზედიზედ რამდენიმე თვის განმავლობაში 1250 ლარზე მეტია, ამ ოჯახს საარსებო შემწეობა გადამოწმების გარეშე შეუწყდება. შეიძლება ოჯახი არ იყოს თანახმად და მას უნდოდეს, რომ სრულყოფილად გადამოწმდეს და მაინც აი ამ ძირეული გადამოწმების საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილება. მას შეუძლია მოგმართოს და ჩვენ ცხადი ამაზე უარს არ ვეტყვით, მივალთ გადავამოწმებთ სრულყოფილად და თუ ის დარჩება საარსებო შემწეობის მიმღები მას აღუდგება შემწეობა, თუ არა და ჩვეულებრივად შეწყვეტილად ჩაეთვლება. რეკომენდაცია არის, რომ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ მეთოდოლოგია უნდა დაექვემდებაროს გადახედვას, რათა აი ეს მოძველებული მიდგომები იქნეს ამოღებული და ჩანაცვლდეს ახლით. ეხლა მე ზუსტად რა კრიტერიუმები იქნება გათვალისწინებული, რა იქნება ამოღებული, რა იქნება დამატებული, ამ მომენტში ვერ გეტყვით, მაგრამ ნამდვილად უფრო თანამედროვე, ასე ვთქვათ, მოთხოვნებზე იქნება მორგებული. სიახლეა ისიც, რომ მარტივდება სოციალურად დაუცველი სტატუსის მოპოვების პროცედურები. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მომდევნო თვიდან ოჯახები განაცხადის შეტანას ონლაინ შეძლებენ. განაცხადის შევსება შესაძლებელი იქნება ელექტრონულად არა მხოლოდ ქართულ, არამედ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც. ასევე 1 ივლისიდან მცირდება საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადა 90 დღიდან 60 დღემდე.